დილამშტობის მაყურებლებს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ რუბრიკას საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც მხარდაჭერილია შვედეთის მიერ. დღეს, როცა გლობალური ეკონომიკა სულ უფრო მეტად ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა, როგორ შეძლებს საქართველო ფინანსური, ენერგეტიკული და ურბანული სისტემების ეფექტიან და გრძელვადიან განვითარებას. ფინანსური ინოვაციების დანერგვა, ინვესტიციების ზრდა განახლებად ენერგიაში და მწვანე ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა. სწორედ ეს მიმართულებები ქმნის საფუძველს ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური პროგრესისთვის. დღევანდელ გადაცემაში ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი დაფინანსების მობილიზება, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის და ურბანული გარემოს მდგრადი განვითარება. სწორედ ამ თემებზე იყო ფოკუსირებული ფორუმი პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რომელიც 27 ივნის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა. ფორუმზე დეტალურად იქნა განხილული ინოვაციური დაფინანსების მექანიზმები, განახლებადი ენერგიის როლი ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაში და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობა, თანაც პრაქტიკული მაგალითებით, რომლებიც უკვე დღეს აჩენს მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს საქართველოში. სტუდიაში სტუმრად ყავს მაია მელიქიძე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და მურმან პატარაია, ბიოდიზელ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი. მათთან ერთად განვიხილავთ, როგორ ყალიბდება ქვეყნის მდგრადი მომავლის საფუძველი სწორედ ამ მიმართულებებით. მადლობა სტუმრებს მომბრძანებისთვის კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ასევე თქვენ ჩვენ სამივე ერთად მონაწილეობდით აი ამ ძალიან საინტერესო ფორუმში, სადაც აღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრეთ. მაია, პირველი შეკითხვით თქვენთან გადმოვალ, თქვენ იყავით ამ ფორუმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პანელური დისკუსიის მოდერატორი, რომელიც ეხებოდა განახლებადი ენერგიის დაფინანსებას ინკლუზიური ზრდისთვის და მაინტერესებს თქვენი შეფასება, როგორია ინტერესი როგორც კერძო ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ამ მიმართულებებით და რა გამოწვევები შეიძლება აფერხებდეს აი ამ ინტერესის რეალურ პროექტებად ქცევას. და ასევე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ასოციაციის საქმიანობაზე ამ მიმართულებით, ანუ თქვენ რამდენად უწყობთ, როგორ უწყობთ ხელს კერძო სექტორში აი ამ პარტნიორობების ჩამოყალიბებას და ეკოსისტემის გაძლიერებას ასევე. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, დილამშვიდობისა. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა გქონდა, ძალიან კრიტიკულად მიუტექით ამ ყველაფერს და არ შეიძლება არ აღვნიშნო ის, რომ მედიასთანაც გქონდა ბუნებრივია შეხება. ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადგილობრივი მედიის ჩართულობა. ამით მინდა რომ დავიწყო, ვინაიდან ადგილობრივი მედია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონებსა და რაიონებში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ თბილისში ჩვენ ხაბატონი მორმანის ბუნებრივია ისაუბრებს, გვაქვს შესაძლებლობა და წვდომა იმაზე, ინფორმაციაზე, სულ მინიმუმ ინფორმაციაზე უკვე დაფინანსებაზე რომ აღარ ვისაუბროთ, რაც შეეხება რეგიონებს, აქ სერიოზული ნაკლოვანებაა ამ მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პრინციპში ეს შეხვედრები, იყო პოლემიკა, დისკუსია, იყო კამათი, ეს ძალიან კარგია, განსხვავებული აზრის წარმოდგენა. ცხარემად შორის. ნამდვილად ცხარემად შორის. ეს ძალიან კარგია. ეს არის განსხვავებული აზრის მიმღებლობა, გაზიარება და ბუნებრივია ის, რასაც შეიძლება ჩვენ აქედან დედაქალაქიდან ვერ ვხედავთ, სწორედაც ხედავენ ის ადამიანები. ჩვენი ასოციაცია თქვენ ძალიან კარგი კითხვა დამისვით, მადლობა ამისთვის. ჩვენი ასოციაციისთვის შემდეგი 1 წელი ჩვენ ასე ვაკეთებთ ხოლმე აგვისტოს თვეში ყოველთვის ვგეგმავთ სტრატეგიას შემდეგ აგვისტომდე. აქამდე ეს იყო ინტერნაციონალიზაცია, ახლა გადავდივართ უკვე ადგილობრივად მუშაობაზე რეგიონებთან და რაიონებთან, ვინაიდან ძალიან დიდი საჭიროება დავინახეთ ამასთან მიმართებაში. პირველი ეტაპი ეს გახლავთ ცნობიერების ამაღლება და შემდეგი ეტაპი გახლავთ ჩვენი როგორც ასოციაციის მუშაობა უკვე equity capital, ეს არის ახალი კაპიტალის ბაზრის შექმნაზე, როდესაც ნახეთ რაზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენ აღარ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ფოკუსირდეთ თქვათ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე, არამედ მეტი შანსი მივცეთ ადგილობრივებს, უბრალო ადამიანებს, თქვენ, მე, ბატონ მურმანს და ასე შემდეგ იმისათვის, რომ თავიანთი მცირედი დანაზოგი თუნდაც ჩადონ განახლებადი ენერგოწყაროების საშუალებით უკვე ახალი პროექტების განხორციელებაში. ყველა მივიღოთ მოდით ამაში მონაწილეობა და წავეხმაროთ ასე ვთქვათ ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჩართულობა ამ მიმართულებით აუცილებელია. ბატონო მურმან, თქვენც ასევე იყავით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიის მონაწილე, ეს ეხებოდა მდგრადი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ურბანული განვითარებისთვის და მინდა გკითხოთ, აი თქვენი შეფასებით დღეს რომელი ინიციატივებია ყველაზე პერსპექტიული კერძო სექტორის მხრიდან აი მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით და როგორია ბიოდიზელ ჯორჯიას როლი ამ მიმართულებით? მადლობა შეკითხვისთვის, მადლობას მეც შეუერთდები. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის შედეგად და მსგავსი ტიპის ვიზიტები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, შემიძლია გითხრათ.
ასევე მადლობა იმ ღონისძიებისთვის, რომელიც დაორგანიზდა ბათუმში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიასთან შეხვედრები და ასე ვთქვათ, ის შეკითხვები, ის კოლაბორაცია, ის დამოკიდებულება, რაც მათი მხრიდან გამოჩნდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც შეიძლება ითქვას იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განავითაროთ განახლებადი ენერგიები საქართველოში, ამაზე ძალიან აქტიურად და ხმამაღლა ვისაუბრეთ. 9 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიოდიზელი შეიძლება საქართველოში გვეწარმოებინა, რა თქმა უნდა, და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, შეიძლება ითქვას, თუმცა გავიდა 9 წელი და დღეს რეალობა სხვა გვაქვს. მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ბიოგაზის წარმოება საქართველოში ორგანული ნარჩენებისაგან. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან საჭირო. ნაკელ ფონდის მართვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან კრიტიკული, რომელიც აუცილებლად ჭირდება ჩვენ ქვეყანას და მოგეხსენებათ ახლა ბოლო პერიპეტიები ამ ნაწილში როგორი იყო და ასე ვთქვათ ის სკანდალები, რომელიც არ გვაკლია ხოლმე. შესაბამისად, ორგანული ნარჩენების მართვა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია, რომელსაც აუცილებლად განვითარება ჭირდება ქვეყანაში. ანუ ნაკელ ფონდი ერთის მხრივ უნდა იმართოს სწორად და ორგანული ნარჩენები უნდა იმართოს სწორად. ასევე კვების ნარჩენები და საუკეთესო გამოსავალი არის ბიოგაზი ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას. სატყეო მეურნეობის ნარჩენები ძალიან ხშირად ვსაუბრობ ამ მიმართულებას და ბიოეთანოლის წარმოება, ძირითადად ბიოინდუსტრიაზე გამომახვილებ ყურადღებას გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ძლიერი მხარეა და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი პრაქტიკები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ხაზგასმებს ამ კუთხით გავაკეთებ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია, სადაც შეიძლება ასე ვთქვათ განვითარდეს, ეს არის სწორედ ასევე ბიოეთანოლის წარმოება. და რა თქმა უნდა მუნიციპალური ნარჩენები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, შეიძლება ითქვას, ჯერ ასე ვთქვათ, არ დაძლეული გამოწვევაა და მისგან ხშირად ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ისეთი პროდუქტების წარმოება, როგორც არის მაგალითად ბიოგაზი და ბიოგაზის წარმოებას საქართველოში საკმაოდ დიდი განვითარების რესურსი გააჩნია. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდით გერმანიაში და ეს იყო სოფლის მეურნეობის ნარჩენების, ასე ვთქვათ, მართვის პრაქტიკების გაზიარება, თუ როგორია გერმანული პრაქტიკები ამ მიმართულებით. ამ პროექტში ბიოდიზელი ჯორჯია პარტნიორი არის ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, რომელიც გერმანიის, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და ჩვენ ვნახეთ ადგილზე თუ როგორ იმართება სოფლის მეურნეობის ნარჩენები, როგორ იმართება ნაკელ ფონდი. ადგილზე ვეწვიეთ მცირე ფერმერიდან დაწყებული, მსხვილი ფერმერით დასრულებული და აბსოლუტურად ყველას მინიმუმ ერთი ბიოდაიჯესტერი მაინც გააჩნია ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც თავის, ასე ვთქვათ, საწარმოო ადგილას და მისი ფერმერული მეურნეობის ნარჩენები არჩება ისე რომ არ მოხდეს მისი სწორად გადამუშავება და ბიოგაზი არის ერთ-ერთი გამოსავალი საუკეთესო ამ მიმართულებით მისი წარმოება. სადაც წარმოიდგინეთ 8000 დაიჯესტერია გერმანიაში, ჯერ ვერ მოვახერხეთ საქართველოში, ერთი დაიჯესტერიც კი შეგვექმნა და მუშაობთ კონსორციუმის კუთხით ამ მიმართულებით, რომ რაღაცა ბიზნესის, სახელმწიფოს და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით რაღაცა კონსორციუმი შეიქმნას და შესაბამისად ესე მოხდეს ამ ბიზნესის განვითარება, იმიტომ როგორც ცალკეული ბიზნესის მხრიდან მისი განვითარება, როგორც 30-35 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, პრაქტიკულად ვერ მოხერხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს სამი ძირითადი მიმართულება, როგორც აღნიშნე, ეს არის სოფლის მეურნეობის ნარჩენები, ეს არის სატყეო მეურნეობის ნარჩენები და ეს არის მუნიციპალური ნარჩენები, შეიძლება ითქვას, არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, მიმართულებები, რომელსაც ჭირდება დროული ჩარევა და რეაგირება ამ კუთხით. აი ვისაუბრეთ უკვე პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე, აუცილებლად მინდა კითხოთ ასევე გამოწვევებზეც, აი რა ტექნიკურ და ოპერაციულ გამოწვევებს აწყდებით თქვენ პირადად თქვენ საქმიანობაში, განსაკუთრებით აი ურბანულ გარემოში, აი ესე რომ ვთქვათ და ასევე საინტერესო არის როგორი დაკვირვება აი მომხმარებლების მხრიდან, რამდენად არის მზაობა ასეთი ტიპის ალტერნატივების მიღების მომენტ აი იცით ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა გამოწვევები ზოგადად წარმოება ეს თავიდან ბოლომდე გამოწვევა შეიძლება ითქვას, თორსა რაღაცას რა თქმა უნდა ხა შეურაცხყოფას არც ერთ ბიზნესს არ ვაყენებ, თუნდაც ყველა ბიზნესი რთულია, დაწყებული იყიდე-გაყიდეთი და დასრულებული წარმოება. წარმოება განსაკუთრებით, ასე თქვა, შეიძლება ითქვას პაკიზზე ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოს, სადაც წარმოებაზე არის ძალიან ბევრი მიმართულება, ასე თქვა, მიმულია, შეიძლება ითქვას, წარმოების განვითარებასთან. შესაბამისად, აქ განსხვავებული მიდგომა გვჭირდება ამ კუთხით და გამოწვევები ბევრია. თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენი გადმოსახედიდან ამ ნაწილში არ ვიტყოდი, რომ ეს რაღაცა ტექნიკური ხასიათის გამოწვევა უფრო ტოპ სიმაღლეზე დგას, ვიდრე შეიძლება მაგალითად ეს იყოს
მაგალითად ნედლეულზე ხელმისაწვდომობის თემა. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში და როდესაც წარმოებელი ხარ, აქ არ არის საუბარი მარტო ბიოდიზელი ჯორჯიაზე, აქ სექტორზე ვსაუბრობ, როცა წარმოებელი ხარ, წარმოებელს ნედლეულზე ყოველთვის უნდა გქონდეს ხელმისაწვდომობა და ის უნდა იყოს უპირატეს მდგომარეობაში. რატომ? იმიტომ რომ მას ინვესტიციაა განხორციელებული პირველ რიგში, ის მეტად მაგენერირებელია, ასე ვთქვათ, ფინანსური კონტრიბუციების და შენატანების, მათ შორის ბიუჯეტში, მეტი დამსაქმებელია შეიძლება ითქვას ვიდრე სხვა ამ შემთხვევაში ამ ნაწილში სხვა ბიზნესი შეიძლება ითქვას აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მას უნდა მიეცეს ერთის მხრივ წახალისება და მეორეს მხრივ ის ხარდაჭერის მექანიზმები რომელიც აუცილებელია მან და ხშირად საუბრობ იმ მიდგომაზე რასაც ევროპული მიდგომა ქვია ეს არის და ამ მიდგომის ჰარმონიზებაზე ძალიან აქტიურად მუშაობ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ეს არის ბლენდირებული სახით ბიოსაწვავის გამოყენება მუნიციპალურ ავტოპარკში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ბიზნესში და საცალო რეალიზაციაში ამ ნაწილში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია როგორც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ერთ-ერთი ნაბიჯის გადადგმის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის კუთხით და მეორეს მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. როცა რაღაცა იწარმოება საქართველოში, რატო არ უნდა იყიდებოდეს ის საქართველოში, ხო? იმიტომ რომ მით უმეტეს როცა პროდუქტი არის განახლებადი ენერგია და პროდუქტი არის ეკომეგობრული. ეს ჩვენც მოგცემს მეტ სტიმულს, რომ მეტი ინიციატივა, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რეინვესტიცია მეტი განხორციელდეს და ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დამატებით მოვიზიდოთ რესურსები ფინანსური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა. მაია, შემდეგ კითხვი თქვენთან გადმოვალ. აუცილებლად ვისაუბროთ აი გარემოსდაცვითი სოციალურ მიმართულებებზე, აი განახლებად ენერგიაში ინვესტირება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი, ასევე არის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მოიცავს სამუშაო ადგილების შექმნას, ინკლუზიურ ეკონომიკურ და რეგიონის განვითარებას და ასე შემდეგ. აი, რა სიტყვით თქვენ, როგორ შეიძლება ფინანსური ინსტრუმენტები ისე იქნას გამოყენებული სტრატეგიულად, რომ მოიცავს როგორც სოციალურ მიმართულება, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულება, აი როგორი არის თქვენი შეფასება ამ მიმართულებით? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა. ჩათვალეთ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის სწორედ აი ეს, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ამორის დაკავშირება ერთმანეთთან უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ცნობიერების ამაღლებასთან მიმართებაში, მაგრამ მე უნდა გავაგრძელო ეს პათოსი. და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება და კიდევ ერთხელ გავამახვილოთ თქვენი ეთერით ყურადღება იმაზე, რომ გრედას მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, როდესაც 28 თებერვალს დავთავრდა უკვე პირდაპირ მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმება და ჩვენ დავინახეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. აღმოჩნდა ის, რომ ინვესტიციების განხორციელება ჰიდროენერგეტიკაში უკვე აღარ ხდება და დაინტერესება აღარც არსებობს. როდესაც 11200 მეგავატზე ხდება განაცხადის შეტანა და აქედან 6000 მოდის მზეზე, 4000 მოდის შესაბამისად ქარზე და მინიმალური მოდის ჰიდროზე, როდესაც ქვეყანას 100 წლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის და უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრი შეცდომა გვაქვს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დაშვებული ამ მიმართულებით. მათ შორის გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში, ეკონომიკური კომპონენტების გათვალისწინებით. სწორედ ამაზე იმუშავა გრედამ და ამიტომ დავაინიცირეთ ჩვენ ეს კანონპროექტი და ვერ მოხდა რა თავის დროზე მიღება. ახლა ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს. ვიმკით იმას, რომ მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ ხვდებით იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ ყველა რესურსი უნდა ამ გამოვიყენოთ. ატონი მურმანი საუბრობდა სწორედაც ცირკულარულ ეკონომიკაზე. უნდა გადავიდეთ, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა სხვა შანსი და გამოსავალი არ გვაქვს. და მაშინ, როდესაც ამ ნაბიჯებს ჩვენ ვდგავთ და ვიბრძვით და პრინციპში ერთადერთი კომპანია ბიოდიზელი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს ლეგალურად და ეს ძალიან კარგია, ვისურვებდი, რომ დიდი იყოს კონკურენცია და მხარდაჭერა მეტი ქონდეს და ერთობლივი ძალებით იმუშაოთ, მაგრამ ამას აქვს ზუსტად ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სხვა ტიპის დამხმარე მექანიზმებიც მათ შორის. და ეს მექანიზმები გახლავთ სწორედაც რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რეგულირება. თუ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივებით ვერ შევალთ და ვერ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ბიზნესი ვერ შეძლებს სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი თამაშის წესებით ოპერირებას, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მარტო ინდივიდების ინიციატივაზე დავრჩებით და ეს გულმხურვალედ ვიბრძოლებთ. და ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს მერე ადამიანისგან. ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი რამ. მისათვის რომ მივახციოთ დასახულ მიზნებს. რეგულირებადი ბაზარი კალვინ მაიას ასე ვთქვათ მნიშვნელოვან განცხადებას მე გამოვიხმაურები, ანუ რეგულირებადი ბაზარი ზოგადად ჩვენი ტკივილიც არის ამ ნაწილში. ჩვენ გრედას წევრები ვართ და ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ სექტორის ხმა სწორედ აქ გენერირდება და სწორედ
ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ნაწილში. მე მინდა მადლობა გადავუხადო გრედას. თავდაუზო გავიშრომისთვის შეიძლება ითქვას ყველა მიმართულებით, სადაც განახლებადი ენერგიები გენერირდება და დიახ, რეგულირებად ბაზარი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არ უნდა იყოს მურმან პატარა იაზე ან ვინმე სხვა პერსონაზე, ასე ვთქვათ, პერსონიფიცირებული აქტივობები ბიზნესთან მიმართებაში ან გადაწყვეტილებები, არამედ ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომით ჩამოყალიბებული და თამაშის წესები ერთიანი, რაც ჩვენც გვტკივა შეიძლება ითქვას და ამასთან დაკავშირებით ძალიან ესე ხმამაღლადაც ვსაუბრობ და ძალიან აქტიურადაც ვსაუბრობთ ამ მიმართულებით და ანუ გამოწვევა, როცა გინდა რომ რაღაცა მიმართულებაში ბიზნესი აკეთო, რა თქმა უნდა ინვესტიცია უნდა ჩადო. და რა თქმა უნდა თამაშის წესებს უნდა დაემორჩილო, თამაშის წესებს რო დაემორჩილო, თამაშის წესები უნდა შეიქმნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად ასეა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს დღეს ჩვენთან რომ იყავით და ამ ძალიან აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ. სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ ამ საკითხებზე საუბარს. ხოლმე დაგემშვიდობოთ, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.